დღეს თათია გამოვიჭირე. თუ გაინტერესებთ რაში გამოვიჭირე თათია, ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. გადავწყვიტეთ თელავში წავსულიყავით. თათიამ მთხოვა გამომყევიო. გზად გავაჩერეთ, სადაც თათია ფუტკრებმა დაკბინეს. გზად რესტორან არტოზანში შემოვიარეთ. თათიამ მითხრა, მში აქ გავჩერდეთო. შევედით რესტორანში, სადაც იდეალური სივრცე დაგხვდა. მყუდრო, მოწესრიგებული და ლამაზი გარემო. და რაც მთავარია, ულამაზესი ხედებით. სანამ მე აქაურობას ვათვალიერებდი, თათია გაქრა. მანამდე სარკეში ფოტოს ვიღებდი, სადაც თათიამ გამიარა აი ამ ფორმაში. აქ უკვე მივხვდი, რომ რაღაცას მატყუებდა და თვალთვალი დაუწყე. თურმე თათია რესტორან არტოზანში მუშაობს მზარეულად. მაგრამ რატომ იმალავდა არ ვიცი. აქ გამოვიჭირე, დაიბნა და გამექცა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცით რატომ იმალავდა ამ ამბავს. მეც გავეკიდე და მინდოდა რომ სიმართლე ეთქვა ჩემთვის. თათიას უთხარი, რომ მე შენგან ამას არ ვიმსახურებდი და არაფერს არ უნდა მიმალავდეს ნამდვილი მეგობარი, მაგრამ ესე მითხრა რა ვქნა, ესეთ მდგომარეობაში ვარო და აქ ვმუშაობ, იმიტომ რომ კარგად მიხდიანო. მოკლედ გამომიტყდა და თათიამ დაიწყო ტრიალი. წვადით შეწვა. კალმახით შეწვა. ვაღიაროთ, რომ ნაკვერჩხალზე შემწვარ კალმახს არაფერი ჯობს. ამასობაში თათიამ ხაჭაპურის გამოაცხო, რომლის გასინჯვაც ძალიან მინდოდა, შოთის პურებიც ჩააკრა და ამოყარა კიდევაც. უნდა გენახათ, როგორ ყოჩაღად მუშაობდა და ტრიალებდა, სუფრას მოემსახურა. ცალკე იქით შქმერული ქონდა ჩადგმული ტაფაში. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა როგორ ასწრებდა ამდენ რამეს. აბა ჩაკაფულიო, აბა ბოზბაშიო, აბა შქმერულიო. ბოლოს თათიას მთხოვე გამოიცვალე და გემრიელად ვიქეიფოთ მეთქი. თათიამაც გამოიცვალა და შევუდექით кейპს. მუსიკალურ განწყობას გვიქმნიდა გიორგი ლაფაჩიშვილი, რომელიც უმაგრესი მომღერალია, ვაღიაროთ. აქ თათია მის მეუღლესთან ერთად ესე ჭუკჭუკობდა. რა ქნას, ამასაც უნდა დასვენება. ესეც ადამიანია. აქ კახეთო ჩემო კახეთოს მღეროდნენ და თათია დედით კახელია და ისე სული შემძვრელად უყურებდა თათია ნეტა გენახათ.